ბოლო დროის განმავლობაში MMA ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი სპორტი გახდა. ამიტომ უკვე ბევრი ახალგაზრდა ირჩევს ამ გზას, მათ შორის მეც, იუთუბერი, რომელიც გავხდი პროფესიონალი მებრძოლი. ბევრმა არ იცის თუ რა გზას გადიან მებრძოლები, რა დაბრკოლებები ამ მწვერვალამდე და რა სირთულეებს მოიცავს ემიგრაციაში კარიერის შექმნა. ეგრო ესე განმიერა და არ დგას. ახლა ჩხუბი უნდა ეჩხუბო. ხალხი აი ესე უყურებს, აი მოდი MMA-ს დავიწყებ და კარგად იხდიან ძმა. მაგას მართლა არ დავტახდი რა, იმიტომ რომ $600 ძალიან ცოტაა უბრალოდ. Здесь очень тяжело найти боёв. Рихтия вообще зо. Люди думают, что попал в США, уже все легко, бои. Это не так. ამერიკაში არაფერი სასწაული არ ხდება რა. Before I think everything is easy. I come to USA, life easy, but თუ მოჩხუბარი გინდა იყო, აი ცოდე რომ ფული თავი ფოკუსირება უნდა იყოს. ესე იგი მეგობრებო, ეხლა მოვედით სინდიკატის დარბაზში. ამ დარბაზზე უკვე ძალიან საერთაშორისო სახელი მიიღო, მინდა ვთქვა, ძალიან ბევრი მებრძოლი ყავს უცხო ქვეყნებიდან, ასევე ყავს ბევრი ქართველი მებრძოლი. ეს მეგობარ ავთოს აქვს ბრძოლა იუტა შტატში, რომელიც არის ნევადის გვერდზე შტატი და ყველა შტატში სადაც მიდიხარ, სხვადასხვა შტატებში გაქვს გასაკეთებელი ლიცენზია, მაგალითად კალიფორნიაში თუ ბრძოლობ უნდა გააკეთო კალიფორნიის შტატის ლიცენზია და ასე შემდეგ. ასევე გაავაკეთეთ უკვე სისხლის ანალიზები, ფიზიკური შემოწმება, რაც დაახლოებით $150 დაჯდა და ეხლა უნდა გავაკეთოთ MMA-ის საბრძოლო ლიცენზია. ეს ლიცენზია გჭირდება საერთოდ ყველა შტატში. ეხლა წავალთ და ვნახოთ თუ დაგვეხმარებიან, აქვე გაჩვენებთ შემოსასვლელს სინდიკატის, აქ შემოსასვლელში უდევთ რაღაც პატარა კამერები და სხვათა შორის სამოყვარულო MMA-ში მოვიგე ეს კამარი და ჩემი კამარიც დადეს შემოსასვლელში თავისი ფოტოთი. დიდი პატივია მინდა ვთქვა, მაგრამ მერაბის ფოტოც არის და მერაბის კამარიც არის. შეგახსენებთ, რომ ჩემი არხის გენერალური სპონსორია ამბასადორი ბეტი. ჩვენ მივარჯიშებთ ცალკე, უნდა დავეხმარო ავთოს, ლაპებს დავარტყავთ და ცოტა ოფს მოიდენს ეხა ბრძოლამდე რა, რადგან დარჩა ერთი კვირა. ერთი. ეგრო ესე განმიერა და არ დგას და ესე დგას. ფეხებში სულ აწვიდავ რა. ფეხებიდან წააქცევ სულ. ფეხზე ესე დგას ხოაზე რა. პროსტო მაგის თემა ისე რომ სტრაფია რა. შენ ეგ შეცდომა არ უნდა დაუშვარო. მარტო წელი არ აიღო. აქედან შენ წამომიდგები ხოაზე ხა მაგრამ თუ ჩაპრესე რა. მე მაგალითად ახლა ვისკავ ხოლმე და მოკლედ ავთოს ჩხუბთან ერთად ჩამიგდეს მეც სხვათა შორის მოწინააღმდეგე. ჯერჯერობით ვერ დავაანონსებ, თუმცა მალე მაქვს ბრძოლა. ნუ ჯერჯერობით არ არის დადასტურებული, თუმცა ახლა უბრალოდ უნდა უყუროთ ჩემი პოტენციური მოწინააღმდეგის ბრძოლას. ეს ეხება ზოგადად MMA-ის სამყაროში, როდესაც გიგდებენ მოწინააღმდეგეს, უნდა უყურო მის ბრძოლა, შეისწავლო ვინ არის, რასთან გაქვს საქმე. შენი აზრიც მაინტერესებს. მაგრამ ნახე, აი რაღაცას გძნობს რა, აგე ვერ გადაატრიალა იმან და როგორც შორის ქვემოთ შევატყე, რომ ცოტა მყარად არის შედარებით ეხლა რა. არაფერი ბიჭი არა აქვს. არაფერი არა, ხო არ გადავწყვეტ. მაგას როგორ ვერ უნდა, მაგას იმენა გაანკრეულა. Ай-яй. სხვადასხვა შორის აუდიტორიასაც ვეთყვი, არის სხვადასხვა შემოთავაზებები, ახლა ამერიკაში წავს მენეჯერი, აქ მქონდა შემოთავაზება, ჯერ იყო და კანადელ მეტოქესთან, რომელსაც რეკორდი ჰქონდა 6-9 პროზე, ანუ 6 მოგება 9 მარცხი, რაც არა ეხლა გადასარევი რეკორდი, მაგრამ არის 14 პროფესიონალური ბრძოლა და ჰქონდა 11 სამოყვარულო ბრძოლა, რაც უკვე არის 25 ბრძოლა MMA-ში და ბრძოლა იყო კანადაში და სიმართლე გითხრათ უარი ვთქვი, იმიტომ რომ კანადაში იყო ბრძოლა. შემდეგ იყო შემოთავაზება LFA-ზე, რომელიც საკმაოდ ისეთი კაიდონის ორგანიზაცია და UFC Fight Pass-ზე გადის და 4-1-იანი მქონდა მოწინააღმდეგე შემოთავაზება. და მაგას დავთანხმდებოდი, მაგრამ ბრძოლა იყო 2 კვირაში და არ დავთანხმდი, იმიტომ რომ ხა 2 კვირაში ვერ მოვასწრებდი 66 კილოში დაკლებას, რადგან პირველად ვიკლებ 66-ში და ბოლოს იყო 15 აგვისტოს სხვათა შორის, სადაც ავთობრძოლობს უტაში. მოწინააღმდეგე იყო Tig Vigili, რომელიც არის იუტას ორგზის შტატის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში და რეკორდი ჰქონდა 5-4-ზე
არც ის არ არის გადასარევი რეკორდი, მაგრამ ანუ ეს 4 ბრძოლა წააგო და ეხა დაბრუნდა და 5 მოგებაა გზედიზედ ყველა პირველი რაუნდის ნოკაუტები. ხო და მიხდიდნენ 300 + 300. $600 და ეხა მეთქი. ეხა მეგობრებო, მოვედით UFC PI-ში. ეს არის ადგილი, სადაც შეუძლიათ ხოლო ჩემოსვლა UFC-ს მებრძოლებს და UFC-ს მებრძოლებს შეუძლიათ შემოიყვანონ 3 ადამიანი მათთან ერთად. შიგნით არის როგორც ფიზიკური სავარჯიშო ადგილი, ასევე 2 დიდი ოქტაგონი, ზუსტად ისეთი როგორიც UFC-შია. ასევე არის კაფეტერია, არის ყველანაირი აღჭურვილობა, როგორიცაა blue light თერაპია, red light თერაპია, ყინულიანი აბაზანები, საუნა, ჯაკუზი და აბა ამას თუ იცნობთ, ვისი მანქანაა. გონი ქართული კოლონაც აქ არის. ესე იგი მეგობრებო, ეს არის UFC PI-ის სავარჯიშო სივრცე, სადაც ათლეტები ვარჯიშობენ. სხვათა შორის ქართველი მებრძოლი არსენ გოგოხიაც აქ არის, რომელიც მალე გამართავს მის MMA დებიუტს. რავი, მაგარი განემოა ძალიან, ვარჯიშობენ სპორტსმენები და აქ არის ფიზიკური ვარჯიშები ძირითადად. UFC-ს მებრძოლები ვარჯიშობენ, ყავთ მწვრთნელები ყველას. შეგიძლია მწვრთნელის გარეშეც ივარჯიშო, შეგიძლია მწვრთნელის. აი ხა მაგალითად ბიჭები მწვრთნელის გარეშე ვარჯიშობენ. და წამოეხა ზემოთ გაჩვენებ, სადაც არის ოქტაგონი და სასპარინგო ადგილი. მოკლედ მეგობრებო, ეს არის სივრცე, ეს არის სხვათა შორის კედელი, UFC-ს Hall of Fame. ეს არის მებრძოლები, რომლებმაც მიიღეს რაღაც ჯილდოები, მოკლედ ლეგენდები, ასე რომ ვთქვათ, UFC-ს ლეგენდები და კედელზე ყავთ გაკრული რა. როგორც ხედავთ, აქ არის 2 ოქტაგონი. ორივე არის ზუსტად ის ზომა, რაც რეალურად არის UFC-ს ივენთებზე და აქეთ არის კიდე ცალკე სავარჯიშო სივრცე, სადაც ტარდება ხოლმე ვარჯიშები. თუმცა როგორც თქვი, მხოლოდ UFC-ს მებრძოლებისთვის ან მარტო მოწვევა გაქვს, აი მაგალითად ალი აბდელაზიზი ატარებდა ხოლმე აქ ვარჯიშებს, რომელიც არის მენეჯერი, მაგრამ ასევე მწვრთნელობს და მაგალითად თუ ალი აბდელაზიზის მებრძოლი ხარ, ასე რომ ვთქვათ, შეგიძლია დაესწრო რა. Приветствую всех. Меня зовут Хабибулло Азизов, я профессиональный боец. Рекорд 10-1. Я 1,5 года как уже в Америке тренируюсь в зале Синдикейта. И потом с моим братом Муином Гафуровым. В США у меня только вот последний бой у меня в США был. За 1,5 года я 1 бой сделал. Здесь очень тяжело найти боев. Люди думают, что попал в США, уже все легко, бои мои, все будет. Это не так. Когда сюда попадаешься, потом это все понимаешь, нереально тяжело здесь бои найти. Бой тебе находят, дают, ты готовишься, месяц-полтора, соперник слетает, потом еще. Вот в течение года вот так 4 соперника у меня как бы поменялся. И вот, я за 1,5 года только 1 бой сделал. Сейчас тренируемся, готовимся. Надеемся, что иншаллах скоро в октябре обратно вернемся. Платят здесь очень мало. Большие деньги это только в UFC. И то, если ты попадаешься в топ, там, не знаю, 5, в топ 10, до топ 10, копейки тебе платят. Например, там 25-30 тысяч долларов. Да, налоги даешь, то даешь за квартиру, за это, за то, за другой. У тебя там пару копейков остается. Так что тренируйтесь, братья, готовьтесь, все четко будет. Hello guys, Lasha is my brother. But everybody know Mehrab from Georgia. We are training together, we are teammates. America, for all, you know, which guy live here, he understand. Nothing easy. MMA life is nothing easy, brother. You're gonna push yourself for training. სხვათა შორის მუინი იყო მერაბის გუნდელი ნიუ-იორკიდან მოყოლებული. You and Merab were teammates from New York. A lot of people. 2015. 2000. So when you came in US first in America. 2015. First time I come. 11 years, brother. Yeah. 11 years. But I go to Long Island, this gym Yes. from New York. We training Mehrab, Aljo, Yeah. Chris Weidman. Before I think everything is easy. I come to USA, life easy, but I start training. I not find it fight. I stay 3-4 months. Money is finished. Need work. First time I come, I work moving. You know, moving company. You need money for home, for food. Now I am in UFC. I think it's easy. UFC pay is good.
but for first, second contract it's not easy, brother. Maybe you're gonna stay active, you're gonna fight in years, 3-4 year fight. Maybe your monies go up. You not fight in years, you're gonna stay is bullshit. And let's talk about how hard it is to get in UFC. I don't know, somebody is lucky, you know. But I've been 10-0. I've been in USA. I not find it fight. You know, I stay for UFC maybe 5-6 years. I go back fight to one championship. I lose to Dana White contender. After I go to LFA state champion, with belt I come to UFC. But same before I think is easy. No, inside the UFC everybody hungry. You need ready for fight anytime. We fight, life is good. Lost fight, fucked up. I think Georgia, Tajikistan, home is good. You're gonna stay amateur fight. You're gonna learn. UFC come, brother. Young people, you're gonna start from amateur fight. Good luck, brother. Thanks so much. Let's go. ესე იგი მეგობრებო, ეხლა პატარაზე წავისპარინგეთ მუინგაფურავთან. აქ ზოგადად ოქტაგონზე შესვლა თუ გინდა უნდა დაჯავშნოს UFC-ს მებრძოლმა, რაღაცა საათები არის, რაც შეიძლება დაკავებულია, შეიძლება არ არის დაკავებული. მოდიხარ შენ სპარინგ პარტნიორთან ერთად. კაი გამოსვლება ნამდვილად UFC-ს ოქტაგონში სპარინგი. შემისავალი. ჩვენს უკან არის შამილ გაზიევი, იმედი არ შეგჭამს ეხლა. როგორც ბოლო მებრძოლი შეჭამა, ეგრე თუ შეგჭამა დაიკიდე. გამარჯობა კიდევ ერთხელ მეგობრებო, მოკლედ დღეს და ეხლა ვიმყოფებით მერაბის ლაბორატორიაში, მოკლედ გარაჟში, რომელიც ნაცნობია თქვენთვის გადაკეთებულია დარბაზად და ძალიან გვადგება აქ ვეგაში, როდესაც მაგალითად დარბაზი არ არის, დღეს არის კვირადღე, კვირადღეს არ მუშაობს სინდიკატი და ძირითადად დარბაზები და აქ ბიჭებმა ივარჯიშეს, ეხლა მეც ხშირად ჩამოვდივარ, სხვათა შორის 3 საყოველთაო ბრძოლა რო აქ ამერიკაში მქონდა, აქ ვიკლებდი წონას. და მოკლედ ძალიან მაგარი ადგილია რა, ბევრი მებრძოლია აქ ნამყოფი. და მოკლედ დღეს ყავს თეზი და გიორგი, ბიჭები ცხოვრობენ ნიუ-იორკში, ეხლა ხანს გადმოვიდნენ ლას-ვეგასში და მგონი კაი მაგალითია, რადგან ბიჭებო ძალიან ბევრი მებრძოლი ინტერესდება ლას-ვეგასში გადმოსვლით, რადგან ლას-ვეგასი ცნობილია იმით, რომ არის რაღაცნაირად თითქოს UFC-ს დედაქალაქი, მოკლედ აქ არის UFC Apex-ი, UFC Performance ინსტიტუტი და ბევრი მებრძოლი არა მარტო სხვა შტატიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან ლას-ვეგასში და ბევრს სურს რომ აქ მოხვდნენ, აქ ივარჯიშონ და თქვენ სათელი მაგალითი ხართ, ნიუ-იორკიდან გადმოხვედით და მაინტერესებს თქვენი აზრი და ასევე რაღაცა კითხვები მაქვს. მოკლედ ბიჭებს აქვს ჯერჯერობით მხოლოდ სამოყვარულო ბრძოლები. გიორგი, შენ რეკორდი რა არის სამოყვარულოში? 7-1-ზე. 7-1-ზე, შენი? 1-1. ხო. სამოყვარულო ბრძოლაში. რა სიტყვი რა იყო შენი ხარჯები? ჩემი გამოცდილებიდან ბევრი სამოყვარულო ორგანიზაციები იღებენ გაძლიერებულ ტიკეტებს, რო გაყიდო ბილეთები და ამისგან შენ იღებ პროცენტს, 20%-ია ჩემი გამოცდილებიდან რა. ორ ორგანიზაციაში ვიჩხუბე და ორივეში 20%-ს იღებ. რამდენ ტიკეტსაც გაყიდი რა? $1000 გაყიდი ტიკეტებს, $200 აიღებ. ხა მე რო სიმართლე გითხრა, მე არ მაინტერესა ტიკეტებზე გაყიდვაზე, პროსტა ჩხუბი მინდოდა რა და ვიცი, რამდენიმე გუნდები მყავდა იქ, ვინც ძალიან ბევრი ტიკეტები გაყიდა და რავი, ერთმა ტიპმა 2000 გააკეთა ერთ ჩხუბზე რა. როდესაც ზოგი პროფებში არ უხდიან რა, თავიდან რო იწყებ, მაგრამ უმეტესი გააჩნია რა, თუ ბევრი ტიკეტს გაყიდი CFFC-ში, მან და
სასტუმრო სასტუმრო დააფანა ფიჭო ამორჩა ამერიკანიც არა და ამერიკაში გაზრდილები არიან ზაო CFFC-მ სასტუმრო დააფინანსა და კიდე მედიკალისთვის ფულს გიმატებენ რა რომ ტვინის რენტგენი გადაიღო რაღაცა ჩემთვის არ მოუთხოვია ხოლმე ეს არ მოგთხოვია ზოგი ორგანიზაცია სხვა არის რა ტვინის რენტგენი რო გადაიღო ბლად ტესტი ბევრი რაღაცა არის რა და ეს ის $300 დაჟდა ხოთაშორის ხო და $400 მეგონი მოვცეს მე ხოთაშორის პირველად კალიფორნიაში ვიჩხვე და კალიფორნიის კომისია იყო ძალიან მკაცრი რა შინგარდების გარეშე არ მაჩხუბეს და შინგარდებშიც ფული გადავახტევიდეს $70 ხო მე კამოიმემეის ხელთათმანები უნდა ეკეთებოდა $80 მაგაში გადავიხადე სისხლის ანალიზები და ის რა ქვია დამიჯდა დაახლოებით 180 და სასტუმრო მომწეს მხოლოდ 2 დღით რა გზა არ დამიფინანსეს სან-დიეგოში წავედი ლას-ვეგასიდან მე რაც კიკბოქსი სანამ მე დავიწყე რა კიკბოქსს ვჩხუბობდი და სხვა შტატში უნდა წავსულიყო ერთი 4 საათი სავალი იყო იქ არაფერი დაგიფინანსეს პირიქით იხდი ერთი 100 თუ 200 application $100 რეგისტრაცია ჩხუბობ ანუ მოყვარული როცა ხარ პოსტო ჩხუბობ რა ჩემი გამოსილებით ძალიან ბევრი გულშემატკივარი რომელიც საქართველოსთან უყურებს ჩემს YouTube არხს და ზოგადად UFC-ს და MMA-ს ძალიან ბევრი მესიჯი მომდის რა რომ აი 20 თუნდაც 19-18 წლის ბიჭები ესე მწერენ არ საიდან რა რომ აი ლაშა MMA-ს დაწყებას ფიქრობდა რა პირობებია ამერიკაში რომ აი გეგონება всё დაიწყოს MMA და ამერიკაში რომ ჩამოვა აბა აიშენებს ცხოვრებას აი მაგაზე რა აზრის ხარ ზოგადად მებრძოლის გზაზე იმიტომ რომ რავია ეხა ნათელი ადამიანი ყავს უკან რომელიც რა თქმა უნდა წარმატებულია და ჩემპიონია და მიაღწია ამ ყველაფერს ძალიან დიდი შრომის და ამდენი წვალების შემდეგ ესე ვიტყვი ემიგრაციასთან ერთად რა თქმა უნდა წვალებაა როდესაც ხარ ემიგრანტი და თან ამ სფეროში ხარ და MMA-ში ხარ და რა აზრის ხარ ზოგადად MMA-ზე აი ვინც ხალხი აი ესე უყურებს რომ აი მოდი MMA-ს დავიწყებ და კარგად იხდიან ძმა არა ძმა კარგად არ იხდია არ იხდია ვაფშე ძმა ერჩევას მოგცემთ ვისაც ჩხუბის დაწყება უნდა ამერიკაში არაფერი სასწაული არ ხდება რა თუ მოჩხუბარი გინდა იყო და იცოდე რომ ფული თავი ფოკუსირება არ უნდა იყოს უნდა ივარჯიშო რამდენიმე წლები შეიძლება გავიდეს რომ ერთი კაპიკიც არ გააკეთო მაგრამ წლების მერე თუ მიყვები და არ გაჩერდები მერე ნელ-ნელა წამოვა ფული პროფებშიც რო გადახარ თავიდანაც არ იქნება იმდენი ფული მაგრამ მერე UFC-ში რო გადახვალ და მაღალ დონეებზე, მე შეიძლება იყოს, მაგრამ სანამ აქამდე მიაღწევ, არ უნდა ფულის გამო მინდა ჩხუბი რაღაცა. სამუშაო გექნება, თუ არ გექნება, ფული არ გექნება. სხვათა შორის ეხა ჩხუბობს ჩემი მეგობარი ავთოხი მშიაშვილი იუტაში, ეხა მალე მივდივართ 15 აგვისტოს და $500 უხდიან ჩხუბში, $500 მოგება, ანუ აქ $100, $180 უკვე დაგვიჯდა სისხლის ანალიზები და ფიზიკური შემოწმება ექიმთან. ასევე დაგვიჯდა $70 იუტას ლიცენზია, რომ იუტაში იჩხუბო. აქედან თუ არ ვწდები 15% იღებს მენეჯერი ამ $100-დან, რომ მოიგოს $100-დან და კიდე სეკუნდანტად მე რო გავყვე კორნერში, ჯდება $50 კორნერის ლიცენზია იუტაში. კორნერიც ფული არის? თუ ჩხუბს გინდა გაყვეთ, გულით უნდა გინოდეს თავიდან ფულზე არ იყოს. აი რავი რა მოკლედ ისეთი სპორტია ძალიან MMA რა თქმა უნდა ლას-ვეგასში ცხოვრებას და გადმოსვლას აქვს რაღაცა პლუსები რა სიტყვით პლუსები 100% აქვს ეხლა ძალიან ბევრი UFC-ს მოჩხუბრებიც არიან პროფესიონალი მოჩხუბრები უფრო მაღალი დონე რა და სხვადასხვა სპარინგ პარტნიორები ყავს ეხლა იქ ნიუ-იორკში კარგი ბიჭები ყავს მაგრამ დიდი გუნდი არ არის რა და მიჩვეული ვართ ერთმანეთის სტილს, როგორ ჩხუბობს, ასაკეთებს, ვისა და კომფორტულად ხარ და ჩხუბში, ეხა შენი ოპონენტი რო შეხვდება, პირველად შეხვდები ჩხუბში, დაინახავს, შეიძლება სხვანაირად მოძრაობს, ხან ჭიდაობს, ან სტრაიკერია. ხო და ბევრი სპარინგ პარტნიორები რო ყავს, ამ სტილებს რო ნახულობ, ძალიან გეხმარება. მე ესე ვფიქრობ. I want to be a YouTuber when I was growing up. That's how it's finished? No, what's your name? Damani. Demani? Damani? Damani. Like money? Like give me some money. გონია რომ ხალხს ამერიკაში რავი, აუто შენ რამდენს გიხდიან თუ საიდუმლო არ არის? არა 500
500 + 500, ანუ 500 ბრძოლისთვის, 500 მოგებისთვის, $1000 და $1000 რო გიხდია, აქედან რამდენი გაქვს ხარჯი? Come see, what is this? I don't know. Sometimes I don't know how to read. Abazadu Nibet.